ქრონიკა კვლავ პირდაპირ ეთერშია, განვაგრძობთ გამოშვება სოფელ სნოში ციხის რეკონსტრუქცია დაიწყო, ისტორიული უნიკალური ნაგებობა ახლა დანგრევის პირასაა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 20 მეტრიანი ძეგლის სრული კონსერვაცია მოხდება. დღეს მიმდინარე სამუშაოების პროცესი ნიკა ვაჩეიშვილმა დაათვალიერა. დაბზარული კედლები, ჩაშლილი სართულები და დაზიანებული გადახურვა. ყაზბეგთან ახლოს სოფელ სნოში კლდოვან გორაზე აგებული უნიკალური ციხესიმაგრე განადგურების პირასაა. სოფელში ყვებიან, რომ 20 მეტრის სიმაღლის კოშკი ასეთ ძნელად მისადგომ ადგილას მტრის შემოსევისგან ადგილობრივების დასაცავად ააშენეს. დატვირთვა დიდი ხნის წინ დაკარგა, ახლა კი ის ისტორიულ სახესაც კარგავს. სოფელ სნოს ამ უნიკალური ციხესიმაგრის ამგებისა მეპატრონის შესახებ ისტორია დუმს. მისი აშენების არც ზუსტი თარიღია ცნობილი, თუმცა ციხის ანალოგიებთან შედარებით ის შესაძლოა მე-16 ან მე-17 საუკუნეს ეკუთვნოდეს. ზუსტად არავინ იცის, თუმცა ლეგენდის მიხედვით ციხე-კოშკი პატარა სოფლის დასაცავად პატრიარქის წინაპარმა შიოლა ღუდუშაურმა ააშენა. ციხის ერთადერთი შესასვლელი აღმოსავლეთ მხარეს 6 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ნაგებობის ქვედა იარუში სათოფეები და საზარბაზნეებია გამოყვანილი. ისტორიული ციხე დროთა განმავლობაში ძალიან დაზიანდა. ჯერ კოშკისკენ მისასვლელი კიბე განადგურდა, ახლა კი თლილი ქვებისგან აგებული გალავანიც ჩამოშლის პირასაა. სნოს კოშკი შუა საუკუნეების ნაგებობაა. თავისი ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა, ხეობას აფრთხილებდა მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ და დროთა განმავლობაში გაუჩნდა ძალიან ბევრი ბზარები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უნიკალური ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო. დაზიანებულ ნაგებობას დასავლური პრინციპით გაამაგრებენ. ისტორიული ძეგლის რეკონსტრუქციას პირადად აკონტროლებს სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ტექნოლოგიები, რითიც აკეთდება რესტავრაცია, არის დასავლური ტექნოლოგიები, როდესაც ბურღვით ტექნიკა სრულებით უხილავი სტრუქტურით ამაგრებს აბსოლუტურად კოშკის სხეულს. ეს ის ტექნოლოგია, რომელიც იტალიელი რესტავრატორები, გერმანელი რესტავრატორები აკეთებენ და აქაც სნოში ეს მეთოდი ინერგება. შენობა შეიკრება 5 დონეზე, ჩაიდება არმატურა, შეიკრება სპეციალური ხსნარით მოხდება ინექტირება. ეროვნულმა სააგენტომ სნოს ციხე-კოშკის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბით სხვა კოშკების რეაბილიტაციაც დაიწყო, მათ შორის სვანეთის უძველესი ძეგლების. სვანეთში დაწყებულია ეს პროცესი და დაახლოებით 25-მდე სვანურ კოშკს უკვე ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. წელს დაწყებული არის ასევე და იგეგმება დაახლოებით 30 კოშკამდე 30 კოშკის სარესტავრაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის შემდეგ ძეგლებთან ტურისტების ნაკადის ზრდასაც ელიან. სნოს ციხე-კოშკი ვიზიტორების მიღებას უკვე სექტემბერში შეძლებს.